ვაბარებდი თეატრალურ ინსტიტუტში. ახლა მაინც რაღაცა იმედი მქონდა, რომ მამაჩემის და დედაჩემის შვილობაც მიშველი და დილით გამოცდაზე წასვლის წინ მესმის, რომ მამა ელაპარაკება ვასო კიკნაძეს, რომ ვასო არ დამღუპოთ, თუ არ მოგეწონებათ, თუ უნიჭოა, მე ახლა ვერავარო თქვათ ესე ობიექტურიო ჩემი შვილის მიმართ, არ დამღუპოთო და ჩემი შვილობის გამო არ გადაიყვანოთო ტურიდან ტურშიო და ცუდ მსახიობობასო და დაჩაგვრას მერეო მირჩევნიაო მეზოვე გამოვიდესო. აი ესეთი ტექსტი გავიგონე და რომ მივდიოდი გამოცდაზე ძლივს ვიკავებდი ტირილს. ნუ მოკლედ კარგად ვინერვიული, ასე ვთქვათ. თუმცა ხო, ნუ რა ვიცი, ალბათ ცოტა ჩემი, ცოტა კიდე მამას შვილობით წარმატებით გავიარე ტურები და ჩავაბარე. ნამდვილად არ მიფიქრია სხვა პროფესიაზე, იმდენად რომ აი 3 წლის, 4 წლისაც კი რო ვიყავი, აი ესეთი პატარა, სულ რაღაცა სპექტაკლებს ვდგამდიხან აგარაკზე ბორჯომში და მთელი ეზოს ბავშვები ჩართული მყავდა, ხან თბილისში რაღაცა ფარდებს ვკიდებდი, ნუ მოკლედ სულ ვარტისტობდი, სულ და ეს იყო ჩვენი ჩვეულებრივი ყოფა, ჩვეულებრივი ცხოვრება, რის გარეშეც წარმოუდგენელი იყო ცხოვრება და მეგონა რომ ესე უნდა ყოფილიყო აუცილებლად და მე იცი რა ხა ახალგაზრდა რო ხარ, ბევრი რამე რო გეიმედება, შენი თავიშიც უფრო რაღაცნაირად თვითდაჯერებული რო ხარ და ის არც კი მესმოდა, როცა დედა დაუშვათ მეუბნებოდა, რომ არ მემეტებით ამ პროფესიისთვის. წლები რო გავიდა უკვე თეატრში რო ვიყავი, მაშინ მივხვდი რას მეუბნება. ჩემი ჯგუფი აიყვანა შალვა გაწერელიამ, სრულიად აი არ ვიცი, უნიკალურმა რეჟისორმა და მართლა საოცარმა პიროვნებამ და მე ვფიქრობ, რომ ეს ძალიან სერიოზული გამართლება იყო ჩემს ცხოვრებაში, რომ ამ ადამიანთან გავატარე სტუდენტობა და ძალიან ბევრი რამე მასწავლა. ერთხელ მე მახსოვს, რომ მიშა თუმანიშვილი გვესწრებოდა გამოცდაზე და იქ ერთობლივად გააკეთა შალვა გაწერელიამ იურა ზარეცკისთან ერთად რაღაცა ნაწყვეტები თავის ცეკვით და ადგა მიშა თუმანიშვილი და თქვა მე ჯერჯერობით არ ვიციო ესენი როგორი მსახიობები იქნებიან, მაგრამ ძალიან კარგი მოცეკვავეები რო იქნებიან, ამაში დავწუნდიო და აი სწორედ ეს უინძორელი მხიარული ქალები რო ვითამაშეთ, მიშა თუმანიშვილმა მითხრა რომ ხო არ წამოხვალო ჩემთან თეატრში, ხო არ წამოხვალო, ნუ ახლა ახალი დადგმული იყო ამ თეატრში. აი ეს ცნობილი კინომსახიობთა თეატრის სპექტაკლი ერთ პატარა ქალაქში, ნუ წავალ კი არა, გიჟივით გავიქეცი ისე და აი 2 დღის მისული ვიყავი, რომ ახალგაზრდა გვარდიაში ერთ-ერთ როლზე უკვე დადგმულ სპექტაკლში შემიყვანა მიშამ და ნუ აი მე მეგონა რომ ვარ სარა ბერნარიან რაღაცა, ანა მანიანიან რაღაცა, აი ესეთი დონის მსახიობი. ძალიან კარგი 6 წელი გავატარე ამ თეატრში და ესეთი სერიოზული დებიუტი ჩემი იყო ნუგზარ ლურთქიფანიძესთან ამ თეატრში. წუთისოფელი 100-ია, აი სადაც მართლა მოხდა ის, რომ დებიუტი შედგა ჩემი ძალიან წარმატებული, ახლა რა ვქნა, ასე იყო, როგორ ისე ხმამაღლა ნათქვამიც არ უნდა გამოდიოდეს ჩემგან. 6 წლის შემდეგ გადავწყვეტე, რომ ამ თეატრიდან უნდა წავსულიყავი და ეხლა რო ვფიქრობ, ეს არ უნდა გამეკეთებინა ალბათ. ალბათ არ უნდა გამეკეთებინა. იცი რა, აი რაღაცა რუსთაველის თეატრით ვიყავი საერთოდ შეპყრობილი. აი ამ შენობით, აი შესვლაც მიხაროდა ამ თეატრში. აი ეს ამოჩემება, რომ რუსთაველის თეატრში მინდა, აი ეს არ მასვენებდა რაღაცნაირად. ძალიან კარგი დასია რუსთაველის თეატრი და ყოველთვის იყო ძალიან კარგი დასი და ამ თეატრში რომ მივედი, პირველად მსახიობების ფოეში, ხა ჩემთვის უცხოები არ იყვნენ ეს ადამიანები, მაგრამ ხა რო დაინახავ მედია ჩახავას, რამას ჭყიკვაძეს,
გურამ საღარაძეს, გოგი გეგეჭკორა, ხარ მინდა ვინმე გამომჩეს, მაგრამ თელი ეს რაღაცა ვარსკვლავები მართლა ჯერ კიდევ იყვნენ ამ თეატრში. ბედნიერებაა, რომ მე მომეცა საშუალება, რომ მედია ჩახავასთან ერთად მეთამაშა გოგი გეგეჭკორთან ერთად. მაგრამ ძალიან მალე მოხდა ის, რომ რობიკომ რამდენიმე მსახიობით ჩაგვიყვანა დიდ სცენაზე, დგამდა მაშინ დიდ სცენაზე ჩემთვის პირველი სპექტაკლი იყო სეჩუანელი კეთილი ადამიანი და რამდენიმე მსახიობი ჩაგვიყვანა ამ სპექტაკლს და მე დაიშალა უკვე ეს მცირე დასი და შეუერთდით მთლიანად უკვე ამ დიდ სცენას და მე იყო იცი რა ის სეჩუანელი, მე იყო დედაენა, მე იყო სტიქსი, მე-12 ღამე, ძალიან საინტერესო სპექტაკლები ასულნი და მომიწია ამ კაცთან, ამ მართლა რაღაცა არ ვიცი, ჩვენი საუკუნის გენიოსთან ურთიერთობა, მუშაობა. გიზოსთან ვითამაშე რამოდენიმე სპექტაკლში, მუსუსი იყო, ლეონსი და ლენა ჰამლეტში მსახიობს ვთამაშობდი და მიყვარდა ძალიან აი ეს ერთი თუ ორი ეპიზოდი მქონდა და გიჟდებოდი. მაგრამ აი ის რომ ეხა მე რაღაცა რომ გინდა თუ არა ამ როლის თამაში მინდა ეს არ მქონია არასდროს. არც ახლა არა მაქვს. აი რომ მეკითხებია საოცნებო როლი, არა მაქვს მე საოცნებო როლი. ჩემთვის საოცნებო როლი და ბედნიერება არის ის, რაზეც ვიმუშავებ, რასაც მოვირგებ და რაც ხდება ჩემი. რუსთაველის თეატრი საერთოდ ნიშნავს ჩემთვის არ ვიცი, არ ვიცი ცხოვრებას, მეორე სახლს, რაღაც დიდ ოჯახს, ბედნიერება. აი როგორ ეხლაც ხო ამდენი წელი გავიდა 89 წლიდან მოყოლებული ვარ რუსთაველის თეატრში. ეხლაც ამ შენობაში რომ შევდივარ, გული მიჩქარდება. აი ამას ნიშნავს ჩემთვის რუსთაველის თეატრი და ძალიან ძვირფასია, ძალიან. ყველა სპექტაკლი, რომელშიც მითამაშია და არ მითამაშია, ყოველთვის გულშემატკივარი ვიყავი ჩემი კოლეგების. ვერასოდეს ვერ ვფარავდი კიდე, ეხა არიან ადამიანები, ვისაც ცოტა უჭირთ რაღაცა, თვითონ რო არ თამაშობენ რაღაცების აღქმა და მე ამაში მამას ვგავარ, რომ აი ნიჭიერების და სილამაზის აღქმა და ამისთან გამოხატვა და გამომჟღავნება, რა თქმა უნდა, ეს კიდე რაღაც თვისებაა. მე უკვე დაიწყო ძალიან აქტიურად ქართული სერიალები და აი თითქმის ყველა ქართულ სერიალში ვარ, თითქმის გადაღებული. შუა ქალაქშიც კი რამოდენიმე სერიაში თამაშობ და მე იყო უკვე გოგონა გარეუბნიდან, იყო მტრის გემო. ბოლოს იყო აი ეს იდეალური დედა, რომელიც 5 სეზონი ვითამაშეთ და აი ეს როგორც თევზი წყალში არ მიგწვნია თავი არსად. ადუღებულია თუ გნებავთ ყავა განიკეთებთ. ისე ვერაფერი ვერ მომიხეთქენ. ეხლა გინდა ყავით გამიხეთქო გული, ხო? ჯერწლების წამალი არ გამილევია და ეს ყავას თავაზე. დღეს აი ახლა ცოტა ხნის წინ გქონდა რუსთაველის თეატრში პრემიერა და ამაზე აუცილებლად უნდა ვილაპარაკო, რომ გამოჩნდა, აი რაღაცა გამობრწყინდა ახალგაზრდა ძალიან ნიჭიერი რეჟისორი გიორგი კაშია, რომელიც ბატონი რობერტის მოწვევით მოვიდა თეატრში. დადგა სპექტაკლი კლდიაშვილის მიხედვით, ქვია მსხვერპლნი. და ვითამაშე გიორგი კაშიასთან ამ სპექტაკლში და აი მუშაობა მომანიჭა პირველ რიგში და ურთიერთობა ამ რეჟისორთან ისეთი სიამოვნება, რომ დიდი ხანია ალბათ არ მიმიღია ასეთი სიამოვნება. მაყურებელი ძალიან მნიშვნელოვანია. მაყურებლის აი ერთი სიტყვაც კი ქუჩაში რო გეტყვის, რომ გნახა, რომ უყვარხარ, რომ მოწონხარ, ამაზე მეტად არაფერი არ აბედნიერებს ალბათ მსახიობს და უკვე სერიალებმა მოიტანა ის, რომ ქუჩაში მცნობდნენ, მაჩერებდნენ, რა ფოტოს ვიღებდნენ. მეუბნებოდნენ, რომ ძალიან გვიყვარხართ, აი და პასუხიც ჩემი ეს იყო, ამაზე უკეთესი რა უნდა მოვისმინო. ეს ბედნიერებაა, როცა დედაზე მსახიობზე ამას გეუბნებიან, როცა მამაზე, დაზე, ეს არის ბედნიერება და ბედნიერება რომ ეს შეუძლია მაყურებელს რომ გითხრას.